ირანი ჩვენს თვალს ინიშლება და ამას თვითონ რეჟიმის წარმომადგენლებიც კი აღიარებენ. 10 წლების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ დახმარებას არასდროს ითხოვდა. რეჟიმმა თავისი მთელი იდენტობა თვითგმარობის დოქტრინაზე, წინააღმდეგობის ეკონომიკაზე და ამახ განცხადებაზე ააგო, რომ ირანი საჭიროების შემთხვევაში მარტო დაუდგებოდა მსოფლიოს. ასე ინარჩუნებდა ისლამური რესპუბლიკა ძალაუფლებას ყველა სანქციის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოსახლეობა რეჟიმს სძულდა. ეხლა ეს ომი და აშშ-ის ბლოკადა ყველაფერს ცვლის. გუშინვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში გაიქცა, რომ ვლადიმირ პუტინისთვის დახმარება ეთხოვა. იმავე პუტინისთვის, რომელსაც საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაცვაც კი არ შეუძლია და ირანი რუსეთს დახმარებას თხოვს, რომ გადარჩეს. ეხლა სანამ რუსეთ-ირანის შეხვედრაზე გადავიდოდეთ, ნებამომეცით გაჩვენოთ რა გამოაქვეყნა პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს დილით. ირანმა გვაცნობა, რომ ისინი კოლაფსის მდგომარეობაში არიან. ისინი გთხოვენ, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რადგან ცდილობენ განსაზღვონ თავიანთი ლიდერობის პოზიცია, რაც მემჯერა რომ შეძლებენ. ეხლა ის კოლაფსის მდგომარეობა, რომელსაც ტრამპი გულისხმობს, სავარაუდოდ უკავშირდება ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას და აშშ-ის ბლოკადას, რომელიც ირანის ეკონომიკურ სიცოცხლის ხაზს ახშობს. უკვე 2 კვირაზე მეტია, ირანს არ შეუძლია ვაჭრობა ჩვეულებრივად აწარმოოს. ექსპორტი არ ხორციელდება და იმპორტიც არ შემოდის. სინამდვილეში გვაქვს ახალი სატელიტური მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ირანის პორტები ზედმეტად გადატვირთულია, რადგან გემებს არ შეუძლიათ ირანის წყლების დატოვება. ომანის ყურეში ბლოკადაა. ეს ნიშნავს, რომ გემებს შეუძლიათ ირანის პორტებში ტვირთის ჩატვირთვა, შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა, მაგრამ ვეღარ მიდიან უფრო შორს. და სწორედ ამიტომ ომანის ყურე ზედმეტად გადატვირთულია, განსაკუთრებით ირანის წყლებში. ირანის ეკონომიკისთვის ეს ბლოკადა ორმაგი დარტყმაა, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხრიდან ზეწოლას განიცდიან. პირველ რიგში შემოსავალი აღარ აქვთ, რადგან ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებული და ახლა ექსპორტი აღარ გადის. მაგრამ მეორე მხრივ, იმპორტიც აღარ შემოდის. ირანული საკვების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტზე იყო დამოკიდებული. ეხლა ეს აღარ შემოდის. სწორედ ამიტომ ხდება ეკონომიკაზე ორივე მხრიდან ზეწოლა და ირანის ოფიციალური პირები ნამდვილად შეშინებულები არიან. შეხედეთ ამ ახალ ანგარიშს. ირანის ოფიციალური პირები ახლა უკვე ღელავენ, რომ პროტესტები შეიძლება ისევ დაიწყოს. სინამდვილეში სულ გუშინ ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გამართა შეხვედრა, რათა განეხილა უსაფრთხოების სააგენტოებში მზარდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა პროტესტი კვლავ განახლდეს, როგორც ეს იანვარში მოხდა ირანში. ეს შეხვედრა გაიმართა შიდა შეფასებებისა და სადაზვერო ანგარიშების შემდეგ, რომლებიც აფრთხილებდნენ მოსაოდნელი არეულობის შესახებ უახლოეს დღეებში. წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ირანის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მზარდი ეკონომიკური სიფთულეები, როგორიცაა ფასების ზრდა, უმუშევრობა, პეტროქიმიურ და ფოლადის ინდუსტრიებზე მიყენებული ზიანი, შეიძლება გახდეს მთავარი ბიძგი პროტესტის განახლებისთვის. შეხვედრის დროს გაზიარებული შეფასებების მიხედვით, ირანის ეკონომიკა შესაძლოა ვერ გაუძლოს აშშ-ის საზღვაო ბლოკადას 6-დან 8 კვირაზე მეტხანს. აქ მინდა განმარტო, ეს შეფასება ირანული თვალსაზრისით არის გაკეთებული, ამიტომ ის ცოტა უფრო ოპტიმისტურია. და ამას გარდა აქ საუბარია ირანის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არა იმ ძველ ამბებზე, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვიხილავით. ეხლა მაქვს ახალი მონაცემები ირანში ნავთობის საცავის ტევადობაზე და იმაზე, როდის ამოიწურება ის. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, მოდი დავასრულოთ ეს ანგარიში. როგორც ზოგიერთ თქვენგან შეიძლება ახსოვდეს, აშშ-ის ბლოკადა 13 აპრილს დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ უკვე 2 კვირაზე მეტია რაც გრძელდება. და ირანი უბრალოდ ვერ გაუძლებს თავისი ეკონომიკის ასეთ გაჩერებას. მაგრამ ხედავთ, ეს ერთადერთი რამ არ არის, რაც ირანის ეკონომიკას აზიანებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა, იყო ირანის ინტერნეტის თითქმის სრული გათიშვა. ირანის უსაფრთხოების ოფიციალური პირების თქმით, ანუ რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, ინტერნეტის გათიშვამ სამუშაო ძალის დაახლოებით 20%. განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ონლაინ მუშაობენ, ფაქტობრივად უმუშევრად დატოვა. მათ არაფერი შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ 2 მილიონი ადამიანს შეიძლება დაკარგოს სამსახური კერძო სექტორში იმ უმუშევრობის გამო, რომელიც ინტერნეტის გათიშვამ გამოიწვია. ეხლა ყველასთვის, ვინც არ ადევნებდა თვალს, შეგახსენებთ, რომ ირანში ინტერნეტი უკვე 2 თვეზე მეტია გათიშული. 60 დღიანი ზღვარი უკვე გადავლახეთ. ირანელების 99.9%-ის უბრალოდ არ აქვს ცუდომა ინტერნეტთან და ვერ უკავშირდება დანარჩენ მსოფლიოს. ეს ნიშნავს 90 მილიონზე მეტ ადამიანს. ეს ფაქტი უკვე ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, ვისაც ირანის ოფიციალური პირები სინამდვილეში ეშინიათ. რეჟიმს არ უნდა, რომ ირანის საზოგადოებამ დაუკავშირდეს მსოფლიოს და ერთმანეთს, რადგან იციან, რომ პროტესტი თავიდან დაიცლება და იანვრის გამეორებას ვერ გადაიტანე. რეჟიმი ძალაუფლების დაკარგვამდე სულ რამდენიმე დღით იყო დაშორებული და სწორედ ამიტომ არიან მზად, რომ საკუთარი ეკონომიკა შესწირონ. ისინი მზად არიან ყველაფერი შესწირონ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეხლა დაუბრუნდეთ ირანში გამართულ შეხვედრას. ირანში მოქმედი უსაფრთხოების სააგენტოები ძირითადად ასკვნიან, რომ საზოგადოებრივი პროტესტები გარდაუვალია. ისინი კვლავ დაიწყება. ერთადერთი გაურკვევლობა, როდის განახლება ეს პროტესტები. მათ არ იციან, როდის მოხდება ეს.
შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება რამდენიმე თვეში. და სწორედ ეს აშფოთებთ მათ. ამიტომ რეჟიმის ოფიციალური პირები პანიკაში არიან და ცდილობენ იპოვონ ნებისმიერი გამოსავალი, რომ როგორმე მოიპოვონ მცირე დრო და სივრცე. გუშინ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გაგზავნა ირანმა წინადადება შეერთებულ შტატებს, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, თუ შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადას. აშშ-ის თვალსაზრისით, ამას აზრი არ აქვს. ეს ომი დაიწყო ირანის ბირთვული ამბიციების გამო და მოლაპარაკება არ იქნება, სანამ ირანი ამ საკითხს არ მოაგვარებს. აშშ-ს არ აქვს ინტერესი ირანს დახმარების ხელი გაუწოდოს, მაშინ როცა ის იტანჯება. ეხლა ირანმა ეს გააცნობიერა და სწორედ ამიტომ მას შემდეგ რაც ეს წინადადება შეერთებულ შტატებს გაუგზავნა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეალურად გაიქცა რუსეთში, რომ პუტინს დახმარება ეთხოვა. ეხლა სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ რუსეთში, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. კოლჯერზე როცა რუსეთს ვახსენებთ, რუსი ბოტები ჩვენს ვიდეოებს უარყოფითად აფასებენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად დაგვეხმარება ამასთან ბრძოლაში და ალგორითმშიც დაგვეხმარება. ასე რომ თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად დააჭირეთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეხლა კი დაუბრუნდეთ თემას. თქვენს ეკრანზე ხედავთ კადრებს, რომლებიც რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შესახვედრად. ეხლა გვაქვს კიდევ მეტი კადრი, რომელიც ძირითადად აჩვენებს, როგორ ხვდებიან და ესაუბრებიან ერთმანეთს, სანამ 2 საათიან დახურულ შეხვედრას გამართავდნენ. სინამდვილეში ყველაზე სახალისო ნაწილი შეხვედრამდე მოხდა, რადგან თეირანმა შეხვედრის წინ დააზუსტა, რომ ირანელი დიპლომატები რუსეთში მოწყალების სათხოვნელად არ მიდიან. ეხლა არ ვიცი რა მაიძულა ისინი ეს დაეზუსტებინათ, მაგრამ ჩემი აზრით არასდროს არის კარგი, როცა შეხვედრას იწყებს სიტყვებით: ბიჭებო, ჩვენ აქ მოსათხოვნელად არ ვართ. ჩვენ აქ ვართ, რომ თქვენთან კოორდინაცია მოვახდინოთ, რადგან თქვენ ჩვენი პარტნიორი ხართ. თუმცა ირანული თვალსაზრისით მათ არ მიაჩნიათ, რომ რუსეთი თავის წილ პასუხისგებლობას იღებს. ხედავთ, როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ირანმა რუსეთს უზარმაზარი დახმარება გაუწია. მათ რუსეთს მიაწოდეს შაჰედის დრონები, ბალისტიკური რაკეტები და ირანელი ინჟინრებიც კი გაგზავნეს რუსეთში, რათა იქ აშენებულიყო ქარხნები, რომლებიც ახლა შაჰედის დრონებს უშვებენ რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთისთვის. სამწუხაროდ, რუსეთს არ შეძლებია იგივე დახმარება გაეწია ირანისთვის მის გაჭირვების დროს. ეს ამნიშნავს, რომ რუსეთი ირანს არ ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ისინი ეხმარებოდნენ. უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გადიოდნენ რუსული სატელიტები ამერიკის ბაზებზე ომის მიმდინარეობისას, ცეცხლის შეცვლამდე. და ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ რამდენიმე დღის შემდეგ. ირანს შეუძლია დაარტყას იმ ამერიკულ ბაზას ან თუნდაც საცხოვრებელ კორპუსს, რადგან რუსული სატელიტები ფაქტობრივად ირანს აწვიან კოორდინატებს. ასე რომ ირანს შეუძლია ეს მონაცემები შეიყვანოს თავის დრონებში. და შემდეგ გვაქვს სტარტმა, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ზიანი მიატენა, ხომ გესმით? ასე რომ რუსეთი მაქსიმალურად ეხმარებოდა ირანს. მაგრამ როგორც თქვენ იცით, პუტინი ცოტა დაკავებულია უკრაინაში. ამიტომ ვერ შეძლო ირანისთვის იმ დახმარების გაწევა, რომელიც მათ სასწრაფოდ სჭირდებათ. ასე რომ საინტერესო იქნება რა მოხდება, რა გამოვა ამ შეხვედრიდან. როგორც თქვი, იყო 2 საათიანი დახურული შეხვედრა, ამიტომ ზუსტად არ ვიცით რა განიხილეს. საინტერესო ის იყო, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამ შეხვედრაში მონაწილეობდა. ეს ისაა, რაც შარშან 12 დღიანი ომის დროს ნახეთ, როცა ირანის დელეგაცია რუსეთშიც წავიდა, რათა ძირითადად ომზე ესაუბრათ. ისაუბრეს ბევრი ისეთ საკითხზე, რაზეც ჩვენ არაფერი ვიცით, რადგან ეს ყველაფერი დახურკარს მირუკარს მიხმახდება. მაგრამ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამ შეხვედრის ნაწილი იყო, ნიშნავს თუ არა, რომ ირანმა ისაუბრა იმაზე, რას გააკეთებენ ომის განახლების შემთხვევაში. თუმცა შეიძლება ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ თუ რამე მოხდება მომავალში, გავიგებთ. იცით, ცდილობ არ მივაქციო ყურადღება იმას, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, განსაკუთრებით რუსეთის, ჩინეთის ან ირანის ოფიციალურ პირებს. ცდილობ ყურადღება მივაქციო იმას, რას აკეთებენ ისინი. ასე რომ თუ რუსეთი მომავალში რამეს გააკეთებს ირანის დასახმარებლად, ზუსტად გავიგებთ რა განიხილეს ამ შეხვედრაზე. რაც შეეხება ამ შეხვედრის შემდეგ ორივე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისინი არც ისე საინტერესო იყო. მართლაც არ იყო გაზიარებული რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ რა განიხილეს, რა იყო მნიშვნელოვანი და რა არა. მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ მომავალში ამას გავიგებთ. ეხლა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ირანი აწყდება, არის ნავთობის შენახვა. გუშინ კეპლერმა გამოაკვეთნა ანგარიში, სადაც ზუსტად შეაფასა, რამდენი დრო აქვს ირანს. კეპლერი გლობალური კვლევითი კომპანია, რომელიც მთავარ ნავთობკომპანიებს მონაცემებს აწვდის, ასე რომ აშკარად მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ისინი. და მათ შეფასებით ირანს აქვს საკმარისი გამოუყენებელი საცავი, რომ შეიძლება 12 დღე გაძლოს, ან მაქსიმუმ 22 დღე. ასე რომ ზუსტი რიცხვი არ აქვს. რადგან როგორც თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ, ირანი არ არის გამჭვირვალე იმ საცავებთან დაკავშირებით, რაც აქვთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ყველაფრის საფუძველზე, რაც ირანის შესახებ ვიცოდით ამ ომამდე. კეპლერი პროგნოზირებს, რომ მათ შეიძლება მაქსიმუმ 22 დღე კონდეთ და ეს ძალიან ოპტიმისტური შეფასებაა. მათ კიდევ ერთი საინტერესო რამ გააზიარეს. მათი კვლევის მიხედვით, მათ არ დაუფიქსირებიათ არც იტრებიათ არც ერთი ტანკერი, რომელმაც წარმატებით აიცილა აშშ-ს ბლოკადა ომანის ყურის რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ირანი ავსებდეს ტანკერებს, ისინი ვერ ახერხებენ კედველებამდე ჩასვლას. ისინი იჭედებიან სპარსეთის ყურეში ან ომანის ყურეში.
და გახსოვდეთ, აქ მინდა განმარტო, რადგან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. ბლოკადა მხოლოდ იმ ტანკერებსა და გემებზე ვრცელდება, რომლებიც ირანის პორტებში შედიან ან ირანის პორტებიდან გამოდიან. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანას ეკუთვნის გემი. და მეორე, ბლოკადის ხაზი ომანის ყურის გარეთაა. ზუსტად ომანის ყურისა და არაბეთის ზღვის საზღვარზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ანგარიშს ხედავთ, სადაც ძირითადად წერენ, აი ირანული ტანკერი ახლახან გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აშშ რეალურად არ ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს. მათ შეუძლიათ წავიდნენ ირანის პორტში, დატვირთონ ნავთობი და გადაკვეთონ ჰორმუზის სრუტე. მაგრამ შემდეგ ისინი ომანის ყურეში არიან გაჭედილები, ვერ ახერხებენ იქიდან გამოსვლას. და მეორეც, თუ ტანკერი ვთქვათ მიდის საუდის არაბეთის პორტში, ან ერადეს პორტში, ან სხვა რომელიმე იცით სპარსეთის ყურის რომელიმე ქვეყანაში, ეს ტანკერი არ არის აშშ-ს მიერ ბლოკირებული. მას შეუძლია თავისუფლად წავიდეს, სადაც უნდა. ასე რომ, თუ ასეთი ტანკერი გადის, ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ბლოკადა არ არის წარმატებული. ეხლა, კიდევ ერთი გზა, რომ დავინახოთ, რამდენად ეფექტური აშშ-ს ბლოკადა, არის სატელიტური სურათები. და უფრო კონკრეტულად, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რამდენი გემი გროვდება ომანის ყურეში. რადგან ისინი იღებენ ნავთობს ირანის პორტებიდან, კვეთენ ჰორმუზის სრუტეს, მაგრამ შემდეგ იქ ჩერდებიან, ვერ გადიან. როგორც ხედავთ, ეკრანზე არსებულ სატელიტურ სურათზე ძალიან რთულია დანახვა. მაგრამ თუ შეგიძლიათ შეჩერება თუ კომპიუტერზე ან დიდ ეკრანზე უყურებთ, დაინახავთ თეთრ წერტილებს წყალში. ეს ომანის ყურის წყლებია. ეს თეთრი წერტილები ძირითადად ტანკერები არიან, რომლებიც უბრალოდ ომანის ყურეში დაცურავენ, რადგან აშშ-ს საზღვაო ძალები ეუბნებიან მათ. თუ ბლოკადის გარღვევა შეეცდებით, ებით თქვენთვის კარგი არ იქნება. ამიტომ ზოგიერთი ტანკერი მაინც ცდილობს ამას. ისინი იღებენ შეტყობინებას აშშ-ს საზღვაო ძალებისგან რადიოთი და უბრალოდ ბრუნდებიან უკან. ისინი უბრალოდ ომანის ყურეში რჩებიან, სანამ ბლოკადა არ დასრულდება, რომელიც უკვე დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. და დიდი ალბათობით ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ეხლა თუ ვილაპარაკებთ სამშვიდობო შეთანხმებაზე, ჩანს რომ ირანელები ემზადებიან, რათა შეერთებულ შტატებს კიდევ ერთი სამშვიდობო გეგმა წარუდგინონ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა იმაზე, რაც გუშინ გაუგზავნეს. წყაროების თქმით, ირანი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წარადგენს განახლებულ სამშვიდობო წინააღმდეგობას. პაკისტანში მედიატორები ელიან ირანის განახლებულ შეთავაზებას ძალიან მალე. აშშ-მ უარი თქვა წინა გეგმაზე, რომელიც ბირთვული მოლაპარაკებების გადადებას ითვალისწინებდა. საგარეო საქმეთა მინისტრი კონსულტაციებს ატარებს თეირანში ხელმძღვანელობასთან, თუმცა ირანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია რთულად და ნელა მიმდინარეობს. პროცესი კვლავ ცვალებადია და ირანის გადახედულ პირობებზეა დამოკიდებული. საბედნიეროდ გუშინ ჩვენ გქონდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყო. და ამ ინტერვიუში ის საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებიც ირანთან შეთანხმებას აფერხებს. მოდით მოვუსმინოთ. რას მიიჩნევთ მთავარ დაბრკოლებად ირანის მთავრობასთან შეთანხმებისთვის? კარგი, იმის გარდა რომ ქვეყანას მართავენ რადიკალი შიიტი სასულიერო პირები, რაც საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა, მეორე ისაა, რომ ისინი შიგნიდან ძლიერად გახლეჩილები არიან. და ვფიქრობ, ესე ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლა ეს ბევრად უფრო თვალსაჩინოა. ირანის გასაგებად საუკეთესო გზაა, რომ იქ არსებობს პოლიტიკური კლასი. ეხლა ვფიქრობ, ხალხი ლაპარაკობს ზომიერებსა და რადიკალებზე. ირანში ყველა რადიკალია. მაგრამ არიან რადიკალები, რომლებიც ხვდებიან, რომ ქვეყანას და ეკონომიკას უნდა მართავდნენ და არიან რადიკალები, რომლებიც მთლიანად თეოლოგიით არიან მოტივირებულნი. რადიკალები, რომლებიც თეოლოგიით არიან მოტივირებულნი, მხოლოდ ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები არ არიან, არამედ ცხადია უზენაესი ლიდერი და მის გარშემო არსებული საბჭოც. ჯერათ რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოსტაბა ჰამედე ცოცხალია. ჩვენ გვაქვს ნიშნები, რომ ის ცოცხალია. ცხადია, ისინი ამტკიცებენ, რომ ის ცოცხალია. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ასე არ არის. მაგრამ ვფიქრობ, აქ დაუდგენელი კითხვებია. აქვს თუ არა მას იგივე ავტორიტეტი, როგორიც მამამის ჰქონდა? იცით, ჩვენ ვიცით, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი, რომ მრავალი წლის განმავლობაში ირანში მიმდინარეობდა შიდა დებატები მემკვიდრეობითობაზე და იმაზე, უნდა იყოს თუ არა ეს მემკვიდრეობითობის პრინციპზე დაფუძნებული. უნდა იყოს ასე, ბევრი ადამიანი წინააღმდეგია ამის. აქვს თუ არა მას სასულიერო კვალიფიკაცია, რომ რეალურად იყოს უზენაესი ლიდერი. იღებს თუ არა ის რეალურად გადაწყვეტილებებს. თუ არის ვინმე, ვინც მის ნაცვლად დგას და ფაქტობრივად აკონტროლებს ყველაფრის 90% და რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს მის სახით, ხვეტილებებს მის სახელით. ამ კითხვებზე პასუხები არ ვიცით. ეხლა აქ ხდება ყველაფერი ცოტა უფრო საინტერესო. განსაკუთრებით უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით. ირანიდან ურთიერთგამომრიცხავ გზამილებს ვიღებთ. როგორც რამდენიმე დღის წინ გავაშუქეთ, ირანის ერთ-ერთ დიდ ქალაქში, ირანის რევოლუციური გვარდიის ღონისძიებაზე, მათ ახალი უზენაესი ლიდერის სურათი განათავსეს იმ მურალზე, რომელიც ამ ომში დაღუპულებს ეძღვნება. ეს ცოტა დამაბნეველი იყო, რადგან ეს ირანის რევოლუციური გვარდიის ღონისძიება იყო. თუმცა ოფიციალური ირანული პოზიცია, რომ უზენაესი ლიდერი დაშავებულია და ჯერ კიდევ ცოცხალი. ეხლა გუშინ ჩვენ ცოტა მეტი ინფორმაცია მივიღეთ ამასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია თავად პუტინისგან მივიღეთ. პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას მიანიშნა, რომ მიიღო შეტყობინება მოსტაბა ჰამედესგან, ახალი უზენაესი ლიდერისგან, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოჩენილა საჯაროდ. მან თქვა:
გადაეცით უზენაეს ლიდერს ჩემი მადლიერება მისი შეტყობინებისთვის და საუკეთესო სურვილები ჯანმრთელობისთვის. ეხლა მგონია რომ ეს წერილობით შეტყობინება იყო და არა ზარი ან ვიდეო ზარი. რადგან პუტინი რატომ ითხოვდა გადაეცით მადლობა მისი შეტყობინებისთვის და არ ითხოვდა მადლობა ზარისთვის ან რამე მსგავსი. რაც კიდევ ერთხელ თუ ეს იყო ვთქვათ წერილი ან რამე მსგავსი, ბევრ ეჭვსტოვებს იმაზე, ცოცხალია თუ არა უზენაესი ლიდერი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს შეტყობინება და თავი მოაჩვენოს რომ ეს უზენაესი ლიდერისგან არის და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ან გვსმენია მისგან. როგორც არ უნდა იყოს, დაუბრუნდეთ რუბიოს. მას ასევე კითხეს ირანის წინადადებაზე, რომელიც გუშინ გავაშუქეთ, სადაც ირანმა ძირითადად თქვა, მოდი ეხლა ჰორმუზის სრუტესტებსა და ბლოკადაზე ვილაპარაკოთ, ომს დავასრულებთ და შემდეგ ბირთვულ საკითხებზე მომავალში ვისაუბრებთ. ირანის ოფიციალური პირები ძირითადად ამბობდნენ, რომ ბირთვული საკითხები დიდი პრობლემა არ არის. მოდი ამ ბლოკადის და ყველაფრის შემდეგ ვილაპარაკოთ ამაზე. აი რუბიოს პასუხი. მოусმინეთ. მოხსენებები მიუთითებს, რომ ირანი მზად არის გახსნა სრუტეები, მაგრამ მათ სურთ ბირთვულ პროგრამაზე საუბარი გადადონ. ეს მისაღები იქნებოდა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. კიდევ ერთხელ მე არ ვაპირებ სპეკულირებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ამ საკითხზე. საკმარისია ვთქვათ, რომ ბირთვული საკითხი სწორედ ის მიზეზია, რის გამოც საერთოდ ამ მდგომარეობაში ვართ. თუ ირანი უბრალოდ რადიკალური ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც რადიკალური ადამიანები მართავენ, ეს მაინც პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ისინი რევოლუციონერები არიან. არსებითად ისინი ცდილობენ გააფართოვონ და ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი რევოლუცია. ეს მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რასაც ირანში აკეთებენ. ამიტომ არიან ისინი ჰეზბოლასთან და ლიბანში. ამიტომ უჭერენ მხარს ჰამას. ამიტომ უჭერენ მხარს შეიარაღებულ დაჯგუფებებს ერაყში. ისინი მხოლოდ ირანზე დომინირებას არ ცდებას არ ცდილობენ. ისინი ცდილობენ რეგიონზე დომინირებას. და წარმოიდგინეთ, ეს ბირთვული იარაღით. შეხედეთ რა გააკეთეს სრუტეებთან დაკავშირებით. შესანიშნავი მაგალითია. სრუტე ფაქტობრივად ეკონომიკური ბირთვული იარაღის ტოლფასია, რომელსაც ისინი ცდილობენ გამოიყენონ მსოფლიოს წინააღმდეგ და ამით ამაყობენ კიდეც. ისინი თეირანში აყენებენ ბილბორდებს და ამაყობენ იმით, რომ შეუძლიათ მსოფლიოს ენერგიის 20% ან 25% მცევლად აიყვანონ. წარმოიდგინეთ ამავე ადამიანებს რომ კონდეთ ბირთვული იარაღზე წდომა. ისინი მთელ რეგიონს მცევლად აიყვანდნენ. ეს ის თემა, რომელიც ჩვენ აღწევს გაგვიშუქებია. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც მზადაა საკუთარ მოკავშირეებსაც კი დაესხას თავს. ყატარი ირანის მოკავშირედ ითვლებოდა. ომანი დღემდე უდავოდ ირანის მოკავშირეა. მაგრამ ისლამური რესპუბლიკის თვალსაზრისით ეს მნიშვნელობას არ წარმოადგენდა, რადგან მათ ეს ომი ძალაუფლებისა და გადარჩენის ეგზისტენციურ საფრთხედ აღიქვეს. ამიტომ ისინი მზად იყვნენ მთელი რეგიონი დაეწვათ მხოლოდ გადარჩენისთვის. სწორედ ამიტომ დაიწყეს მათ მოკავშირეებზე თავდასხმაც. ისინი ასევე ესხმიან თავს სამოქალაქო ტანკერებსა და სამოქალაქო გემებს საერთაშორისო წყლებში. ირანი ფაქტობრივად ტერორიზმის ტალღაზე გადავიდა გადარჩენის მიზნით, რადგან მათ ეს ავიქვეს როგორც რეჟიმის დასასრული. ეხლა წარმოიდგინეთ, ესეთ რეჟიმს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მსოფლიოში არავინ იქნებოდა უსაფრთხოდ. ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. რუბიოს ასევე კითხეს, თუ ირანი მართლა სერიოზულად ეკიდება შეთანხმებას, თუ ლიდერობას სრულიად გაგიჟდა. მოусმინეთ მის პასუხს. ჯერათ რომ ირანელები სერიოზულად არიან განწყობილნი შეთანხმების დადებაზე. მე ვფიქრობ, ირანელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რომ თავი დააღწიონ იმ ქაოსს, რომელშიც ახლა იმყოფებიან. ირანს უამრავი პრობლემა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ მათ ქვეყანაში არეულობები იყო და ეს არეულობები ეკონომიკური ხასიათის იყო. ყველა პრობლემა, რაც ირანს ამ კონფლიქტის დაწყებამდე ჰქონდა, ისევ არსებობს და მათი უმეტესობა კიდევ უფრო გაუარესებულია. ეხლა კი მათ ნახევარი რაკეტები აქვთ, არც ერთი ქარხანა აღარ დარჩათ და არც საზღვაო ძალები ჰყავთ. თუ შეთანხმება არ იქნება, შემდეგ რა მოხდება? კარგი, კიდევ ერთხელ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მე დავიწყებდი იმით, რომ ყველას შევახსენო, ირანზე დაწესებული სანქციების დონე განსაკუთრებულია, ირანზე ზეწოლა განსაკუთრებულია და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა შეიძლება განხორციელდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ თელმა მსოფლიომ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელსაც ირანი წარმოადგენს. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე დღეს, უნდა დავბრუნდეთ უკან და დავაკვირდეთ, როგორ მივიდა ირანი დღევანდელ მდგომარეობამდე. ეს მხოლოდ 1979 წლამდე დაბრუნებას არ ნიშნავს, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ, მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს. და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმდროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა გამოიცანით? ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ მას. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბმულებზე დაჭერით, ან უბრალოდ ეკრანზე გამოსახულ ბოლო ეკრანზე დაჭერით. ანუ დააწკაპუნოთ ვიდეოზე, რომელიც თქვენს ეკრანზეა.